დღემდე ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ ეს არ არის ჩემი თმა და ამ ვიდეოშიც ნახავთ, რომ ჩემი თმა. დღეს ერთი ცალი დრედი უნდა დავიშალო, როგორც ხედავთ, ნახევრამდე უკვე დაშლილია. ძირებში არის ძალიან გაზრდილი და იქიდან გამომდინარე, რომ აღარ ვაკეთებ კორექციას. დავიშლი და ჩავიწნი. ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს, მაგრამ ყველაზე რთული მონაკვეთი არის ეს. ხوار გავზომო, რამდენი სანტიმეტრი დარჩება. გადი, არ მინდა. არ მინდა. რუღელიც არ გინდა? არა, პაჩას დავლებდა. ახლა გვაქვს 65 სანტიმეტრი. დავიწყოთ. კორექციის დროსაც კი ძალიან ბევრი თმა წდება და შიგნით რჩება, ამიტომ შეიძლება განახევრებული დავხვდე. მაგრამ ნახე, ჩადრედილი ხო უფრო მოკლეა ვიდრე ორიგინალი თმა, ასე რომ შეიძლება სიგრძეში კი არ მოიკლოს, არამედ გაიზარდოს, მაგრამ მე ჭვება ეგრე შევინარჩუნო. ძალიან უხეში დაშლა ვიცი, აი. ხედავს რომ ხელა დანაკარგი გვაქვს. ბევრს ხომ გეგონათ, რომ დრედების დაშლა აუცილებლად გადახოტრასთან ასოცირდება და ამით კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დრედების დაშლა თუნდაც 6 წლის შემდეგ შესაძლებელია. ხოთაშორის მალე დავშალე 10 წუთი დამჭირდა ჯერ და დამრჩა ყველაზე რთული ნაწილი, აქ არის ყველაზე მჭიდროდ ჩახვეული. ბობის ხრინის ფონზე გეტყვით, რომ ბოლო ნაწილს მოვუნდი 9 საათი. როგორც ხედავთ, შვენივრად შევინარჩუნეთ სიგრძე, უხარისხოდ გამოიყურება, მაგრამ დაბანის შემდეგ ზუსტად ისე იქნება, როგორც ესენი. ბოლოში ძალიან წკიპი თმა არის დარჩენილი, მაგრამ გვაქვს 71. ამას ახლა ჩავიწნი. სულ ეს იყო.